ორშაბათს გაფართოებული სხდომა მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიაში ძალზედ მნიშვნელოვანი თუ ვიქნებით გულახდილები უკვე იცით თქვენ გამორჩეულია კათალიკოსობის 3 კანდიდატი შიო მუჯირი 20 ხმით გრიგოლ ბერბიჭაშვილი 7 ხმით და იო ბაქიაშვილი 7 ხმით თუ შიო მუჯირმა და ხაზგასმით ვიტყვი ამას შეინარჩუნა მხარდამჭერები ის თუ რამ განსაკუთრებული არ მოხდა კიდე ასეც ვიტყვი 152 პატრიარქი იქნება ძალზედ საინტერესო სხდომა გაფართოებული და მე უკვე სინოდისა გველოდება ჩვენ ორშაბათ დღეს საზოგადოება ბუნებრივია დაინტერესებულია სასიცოცხლოდ არ სიხორცეულად ამ ამბებით გადაცემის პარტნიორია კოკა-კოლა. ამ და სხვა თემებზე ჩვენი სტუმარი იქნება გოჩამირ ცხულავა, ანალიტიკოსი, რომელიც ფრიად განსწავლულია ამ საკითხებში. და მე მივესალმები გოჩას. მოგესალმებით ირაკლი. შეგვიძლია თუ არა გოჩა ამის თქმა, რომ რუსეთმა უკვე შეგვისრულა. ანუ შიო მუჯირი მაღალი ალბათობით ხდება 152 პატრიარქი. მესმის რომ უნდა დაველოდოთ ორშაბათ დღეს რასაკვირველი 100-ია, მაგრამ და ეს ბუნებრივი 100-ია, მაგრამ სხვა რედაქციით რომ ჩამოვაყალიბო კითხვა ალბათ არ მიწყენთ. მაღალი ალბათობით შეგვისრულა თუ არა რუსეთმა ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მდგომარეობით რა ანალიზის გაკეთება შეიძლება. მოდით ესე ვთქვათ, რომ ფრიად სამწუხაროა ვითარება, რომელიც მივიღეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ინტერესები დეკლარირებული იყო აქ, საუბარი მაქვს საგარეო დაზვერვის მიერ ესე უტიფრად გაკეთებულ განცხადებაზე, რომელსაც არავინ არ უპასუხა და რა სისულელიას დონემდე დაიყვანეს, მაშინ როდესაც იმავე ხელისუფლების წარმომადგენლები რომელიღაც ევროპელი ჩინოვნიკის ერთ-ერთი რაღაც რიგითი განცხადების გამო შესაძლებელი არის ჩამომწკრივდნენ და უამრავი მაგინებელი განცხადებები თუ გამლანძღველი განცხადებები გააკეთონ თქვათ ევროპის, ევროკავშირის და ყველა ერთად მიაყოლონ ჩვენ ვერ ვნახეთ გონივრული განცხადება იმასთან დაკავშირებით რომ ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუციის საქმეებში ჩარევა და განხილვა სხვა ქვეყნების ამ შემთხვევაში განსაკუთრებით სპეცსამსახურების მხრიდან მიუღებლად მივაჩნია. თუნდაც ესეთი შვიდი ნაზი, როგორც იტყვიან, დავარცხნილი და წყობრი განცხადება რო გაეკეთებინა ვინმეს ჩვენ ეს ვერ ვნახეთ. მე ახლა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ დღეს საქართველოში თუნდაც ამავე ხელისუფლებაში ვერ ხვდებიან, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის არჩევა არის ეროვნული უსაფრთხოების საკითხი და ახლა ეს რაღაცა პერსონალური თემა, ვინ შეიძლება 152 პატრიარქი გახდეს, კაცო მე 153-ს ხო გვეყოლება და ასე შემდეგ. ეს იყო ძალიან სავალალო, ისევე როგორც ძალიან სავალალო იყო საქართველოს საპატრიარქოს, ანუ მართლმადიდებელი ეკლესიის ამჟამინდელი ადმინისტრაციის დუმილი კირილ გუნდიაევის მიერ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფისში გამართული შეხვედრის დროს, როდესაც მან აი ასე პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი ინტერესია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდეს ისეთი პერსონა, რომელიც არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას. წარმოგიდგენთ ასეთი ძალიან საინტერესო რაკურსია, მე ამასთან დაკავშირებით სიმართლე გითხრათ, არ მიფიქრია, რომ ეს რაკურსიც ყოფილიყო ჩვენი თემა. ანუ მაღალი ალბათობით გახდება თუ არა შიო მუჯირი დამოუკიდებლად იმისაგან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ამნაბიც არ გადადგავს, მაგრამ მე რო ვიყო თქვენი ოპონენტი, მე გეტყოდით, რომ ეშინია. პატრიარქ ილია მეორესაც ეშინოდა საპასუხო რეაქციისა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა. კერძოდ გულისხმობ იმას, რომ ამ შემთხვევაში აღიარებდა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას. და ეს იყო პატრიარქ ილია მეორეს, რომელსაც ეგრა მაგის პასუხია და უნდოდა ენგურ გაღმა, გადასვლა, ილორსა თუ ბედიაში მისვლა. სოხუმში მისვლა. მოდით მე მესმის თქვენი თქვა
არა, მე რო ვიყო ოპონენტი მეთქი, ჩემი არა ვარ, ახლა. ოპონენტის მანტია მოვირგე. თუნდაც კონკურენტი, მე გეტყვით, რომ ჩვენ არაერთხელ გვქონდა იმისი შესაძლებლობა და ამ მიმართულებით ცალკეული ნაბიჯებიც კი იყო გადადგმული, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის კი არა, მსოფლიო საპატრიარქოს პატრონაჟით განხორციელებული იყო წირვა, ლოცვა და ქართველი მღვდელმთავრები დაბრუნებულიყვნენ, თქვა, თუნდაც იმ ეგიდით, მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით აფხაზეთში. მაგრამ ქართულმა სამღვდელოებამ ეს ნაბიჯი თავის დროზე არ გადადგა. მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად, მოგეთ ესე ვთქვათ რა, ფორმალურად აღიარებს თუ არა ვიღაცა იმას, რა ქვია, რუსეთი იმის ავტოკეფალიას ამას აქვს მნიშვნელობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ტერიტორია ოკუპირებულია და თუ ჩვენი თვალსაზრისიდან გამომდინარე დეოკუპაცია ველოდებით ოდესმე და ასე შემდეგ და ჩვენ ამ ტერიტორიულ მთლიანობას საქართველოსაც ვაღიარებთ, მაშინ ახლა იქ რომელი სექტა გავრცელდება, ვინ აფლიას ფრთა გაიმარჯვეს, იმისი რა ქვია დოროთე დარბის თუ სხვა ვიღაცის ამას რა მნიშვნელობა აქვს მითხარით. ხო, ეს იქნება, ეს არის აბსოლუტურად თითიდან გამოწვეული თემა აფხაზეთთან მიმართებაში, იმიტომ რომ რაც უნდა მომხდარიყო, ყველაფერი მოხდა, გადაღებილია ილორი თავიდან ბოლომდე, რაც იციან, როგორც იტყვიან, დანარჩენმა საქართველოს უკეთრო იწვის სიტყვაზე ვიძახი იმასე ვამბობ. ხო, ბედია მიგდებულია, ხაეთული მესმის გეთახმებით. ეკლესია, მონასტერი და ასე შემდეგ სავალალო დღეშია და ახლა იმაზე საუბარი, რომ იქ რუსეთი, რომელმაც ეს ტერიტორია წაგვართვა აღიარებს, მას თუ არ აღიარებს, ამას არსებობს. მე ვეთანხმები, ანუ ოპონენტი რო ვიყო, ახლა უკან დავიხევდი. ამავდროულად არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა ამ კონტექსტში ის, რომ თავად აფხაზეთის ტერიტორიაზე არის იქ ორი მიმართულება, რომ გვარები ვახსენე წეღან, რომლებიც ასე ადვილად არ უყურებენ საკითხს თუნდაც აფხაზეთის ავტოკეფალიასთან მიმართებაში და მათ შორის არის ამ დაჯგუფებებს შორის ისეთი დაპირისპირება, რომელმაც შეიძლება აფხაზური მოსახლეობის დაპირისპირებაც კი გამოიწვიოს ერთის აღიარებისა და მეორეს დაკნინების შემთხვევაში. საკითხი მარტივადად დგას აბსოლუტურად. ჩვენ თუ ვაღიარებთ იმას, რომ რუსეთი არის ოკუპირებული, რუსეთს აქვს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია, მაშინ ოკუპირებული აქვს თავისი ეკლესიით, მონასტრით და ასე შემდეგ. ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში ვერ შევძელით ის, რომ ქართული ლოცვა, წირვა ლოცვა აღდგენილიყო რომელიმე ტაძარში, თუნდაც იქ მყოფი ქართული მოსახლეობისათვის და ახლა იმაზე ფორმალურად ვინ რას გააკეთებს. მე გეთანხმებით. ბატონო გოჩა, მე გეთანხმებით, მით უფრო ეს არის საზოგადოების შანტაჟი, სამწუხარო და აი ამ შანტაჟის პროდუქტი არის მეუფეშიოც, მისი პერსონაც, როგორც მოსაყდრე, იმიტომ რომ მისი გამოჩენა, ვთქვათ, ასე პირდაპირ უკავშირდებოდა იმას, რომ თავის დროზე პატრიარქ შესთავაზეს, რომ მოდით აფხაზეთის საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გავაფორმოთ უნია და ქართული მხრიდან ვთქვათ, იქ თქვენ ჯანმრთელობას გაუფრთხილდეთ რაღაცები ასე შემდეგ და გამორჩეული პერსონა იყოს მეუფე შიო. ესე იყო გაჟღერებული თემა, მერე უკვე გამზაფრდა ეს საკითხი, ამიტომ მათ კიდე იდგა თემა იმასთან მიმართებაში, რომ ილია მეორე ჯანსაღად მიხვდა, რომ შეიძლებოდა ეს პროვოკაცია სხვა რამეში გადაზრდილიყო, თუნდაც იმ არგუმენტში, რომელიც თქვენ ახსენეთ და მას, რა თქმა უნდა, არ სურდა, რომ ეს ესე მომხდარიყო და იმიტომაც ჩააყენა თავის დროზე ამ თემასთან დაკავშირებით საქმის კურსში. საქართველოს ხელისუფლება, ქართული ოცნებამ ეს თემა როგორც მოგეხსენებათ დაიკიდა და ასე შემდეგ, მაგრამ კიდე ერთ უფრო უარეს რამეს გეტყვით, ისა რა ქვია, დავაკვირდეთ რა, რამდენი წელია, აი წლებია, ის რა ქვია, ფორმალურადაც კი არ აღიარებს რუსეთი აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციას, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ტიტული გაკრიჭეს და ეხლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ტესტი იქნება
თქვენ ბრძანეთ რომ შესაძლოა შიო გახდეს მაგალითად და არის ესე მუცირებს ხო ეს პოზიცია მანოციხმა მიიღო და 152 პატრიარქი და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისი ტიტული როგორ იქნება ფორმირებული მცხეთა თბილისის მთავარი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მცხეთა თბილისის მთავარი ეპისკოპოსი და მერე უკვე იქნება თუ არა ცხუმ აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტი ამ ტიტულს ამ ტიტულსაც გადმოიბარებს თუ არა და მერე უკვე შეიძლება რომ არ გადმოიბაროს ბატონო გოჩა მე არ ვიცი დაშვება შეიძლება ამისი არ ვიცი ვნახოთ შესაძლოა არის ვიღაცა სხვა რომელიღაცა ეპისკოპოსზე გააკეთოს ამის დელეგირება ძალიან საინტერესო დეტალია აქვე ვიტყვი ბატონო გოჩა ბოდიშ დიახ პარე მოვლენებს წინ გაუსწრებ ძალიან საინტერესო იქნება ორშაბათს ღამეს თუ სამშაბათს დღე თუ ოთხშაბათს რუსეთის საპატრიარქოს პოზიცია ან განცხადება საქართველოს ახალი კათოლიკოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით რა სახით იქნება ეს განცხადება ფორმულირებული და მერე ინტრონიზაციის ჟამს რას უნდა ველოდოთ აქ ვინ ჩამობრძანდება მაშინ როგორ მიულოცავთ და ასე შემდეგ ეს ყველაფერი არის ტესტი რომლის საფუძველზეც ჩვენ შეგვიძლია ძალიან მარტივად დავინახოთ როგორ განვითარდება საქართველოს რამდენიმე რეპლიკის გაკეთება მეც მინდა და მადლობა რომ ამ მიმართულებით წაიყვანეთ პირველ ყოვლისა მე არ მაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე როგორც დაკრძალვის დღეს ჩამობრძანდა მსოფლიო პატრიარქი ისე ჩამოვა თუ არა კონსტანტინოპოლიდან წარმომადგენლობითი დელეგაცია თუ ჩამოვა რა საკვირველია ძალიან კარგი იქნება მაგრამ რუსეთიდან არ ვიცი ეს ეგზარქოსი მინსკისა რაგვარი იყო აღარ მახსოვს ის იქნება თუ სხვა თუ არ ჩამოვა მსოფლიო საპატრიარქო ჩემი პროგნოზით ამ შემთხვევაში შედარებით წინა პლანზე იქნებიან წამოწეული განსხვავებით დაკრძალვის დღიდან რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები ეს ერთი მეორე მე არსებითად გეთანხმებით ბატონო გოჩა რუსეთის საპატრიარქო აღიარებდა თუ აღიარებს თუ არა აფხაზეთის ავტოკეფალიას ეს მე-7 ან 97 ხარისხოვანია ჩემეული აღქმით. მე მესმის რომ უმაღლესი იერარქები შესაძლოა სხვაგვარად ფიქრობენ. მაგრამ მაინც იმიტომ რომ მნიშვნელოვანია აღიარებს თუ არა აფხაზეთის ავტოკეფალიას სწორედაც რომ სოფლიო საპატრიარქო რომელიც არც აპირებდა და არც აპირებს აფხაზეთის ავტოკეფალიის აღიარებას ხო არ ვწდები. მართალი ხართ აბსოლუტურად. მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე არსებობდა აფხაზეთში აფხაზი სამღვდელოების შეხვედრისა მსოფლიო საპატრიარქთან წლების განმავლობაში იყო დაჟინებული ეს შეხვედრები და შემდგომ მსოფლიო საპატრიარქოში გაიმართა მართლაც ეს შეხვედრა რომელიც აქ ინტერპრეტირდა საშინლად რომ აი ნახეთ როგორ მიიღო მაგრამ მსოფლიო პატრიარქმა ცხადად ხო და მეორე ნაწილი არ უთხრეს ვერე ხალხს ცხადად აუხსნა იმას რა ქვია დელეგაციას რომელიც იყო ჩასული კონსტანტინოპოლში რომ თქვენ ხართ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილი და ჩვენ საერთოდ ამ თემას არ განვიხილავთ და ეს მნიშვნელოვანი იყო აფხაზ სასულიერო პირებს მოესმინათ საკუთარი ყურით ერთი კითხვას დაუბრუნდეთ დღევანდელობას არსებობს თუ არა თუნდაც მცირე შანსი რომ ორშაბათის ხდომაზე ბევრი რამ შეიცვალოს და მაყურებელსაც განუმარტავს სულ რაღაც ერთი ხმა დააკლდეს მოსაყდრე შიოს იმიტომ რომ 20 ხმა მან მიიღო 20 ხმა საკმარისია იმისთვის რომ ის გამორჩეული იყოს კათოლიკოსად ორშაბათის ხდომაზე მაგრამ კენჭის ხმა მაინც ფარულია არავინ არაფერი არ იცის ან არ უნდა იცოდეს მოდი თუ გებოთ ასე ვიტყვი და ეს არის ერთგვარი თუ სწორი სიტყვა დაცულობის გარანტია არ იმუნიტეტის გარანტია და აი 20 მხარდამჭერიდან მიზეზთა გამო ერთმა თუნდაც თქვას რომ იცი რა არის რაღაცი ფარულია მე ბიულეტენს ვაგდებ არც არავინ არ იცოდეს რომ მოხაზულია სხვა რომელიმე კანდიდატი პირობითად იობი რომელმაც უნდა მიიღოს შესავისად 8 ხმა მას დაუჭიროს მხარი ანუ ერთით მეტი ხმა და შესაბამისად ყველაფერი გადავიდეს მეორე ტურამდე აქ მნიშვნელოვანი სიტყვა ეკნებათ ამ გაფართოებულ ხდომაზე სათქმელი რამდენიმე მღვდელს სახურს ჩემი იერარქს მაგალითად აბრაამს მაგალითად დანიელს მაგალითად თუნდაც ისაიას რომელმაც
ერთხელ უკვე თქვა მნიშვნელოვანი სიტყვა. ვინ იქნება სხდომის წამყვანი? მოსახლე კანდიდატიც არის და რამდენად წავიკითხე, ნაკლები მესმის, მაგრამ მაინც მას არც აქვს ესე სრული უფლება რომ ეს სხდომა წაიყვანოს. და ასევე არასინოდის წევრებიც უნდა გამოვიდნენ აქ სიტყვით, ხო? ყველას აქვს თავისი ეპარქიებიდან და ასე შემდეგ. აი ერთი ხმა არსებობს თუ არა შანსი იმისა, შესაძლებლობა რომ დააკლდეს შიოს და გადავიდეს ყველაფერი მეორე ტურამდე მივიდეს. შანსი ყოველთვის არსებობს, მაგრამ მე ამ შემთხვევაში ძალიან ოპტიმისტურადაც არ ვიქნები განწყობილი. არა იმიტომ რომ მაგალითად აი ამ შანსის ნიველირება მოვახდინო, არამედ აი ამ რამდენიმე დღის წინ, რა ვიცი, საუბრისას უცებ ესეთი ფრაზა უთხარი ერთ-ერთ პირს, რომ ხო არის ნათქვამის შეუცნობელ არის გზანი უფლისანიო და უფალთა ყველაფერი ნათელია ჩვენს სასულიერო პირებთან და ეპისკოპოსებთან არაფერი არ არის ნათელი. აქედან გამომდინარე მე ვეჭმობ რომ ვინმე მესე მნიშვნელოვნად შეიცვალოს აზრი მიუხედავად იმისა რომ რა თქმა უნდა არის არგუმენტები მათაც შეიძლება ქონდეთ გარკვეული არგუმენტები შესაძლოა პირველ ტურში მიცემული ხმები ვთქვათ მოსაყრისთვის იყოს საერთოდ სხვა შინაარსის და კონკრეტულმა პერსონებმა მიიღონ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით რომ აი მეორე ტურში უკვე რო გამოვლინდა კონკრეტული კანდიდატები მათ შეუძლიათ რომელიმე მათგანს დაუჭირონ მხარი და ასე შემდეგ მაგრამ ეს სუფთა სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე საარჩევნო სტრატეგიიდან გამომდინარე ხო ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ჩვენ არ ვიცით როგორ მუშაობს დანარჩენი ორი კანდიდატი ამის მიუხედავად ჩვენ ვიცით ესეთი რამ რომ უყურეთ როგორი პარადოქსული რაღაცა მოხდა აი მაგალითად მეუფე ნიკოლოზმა მოარული ხმების მიხედვით ხო და რა ვიცი ახლა არც თვითონ უარყო და არც დაადასტურა მაგრამ ბიულეტენი გააფუჭა იმიტომ რომ ჩათვალა რომ რაღაცა იყო უსამართლო და წარმოგიდგენიათ რა მოხდა სინოდის ხდომაზე და როგორ არიან მღვდელმთავრები რაღაც გავლენების ქვეშ, როდესაც ერთი მეუფე დანიელი მიყენებული იქნა კედელთან სრულად და მაინც მეუფეშიოს აძლევს ხმას მისი კანდიდატი მთელი ცხოვრება ადამიანია იმაზე მოდით ასე თუ არ ვიტყვით ოცნებობდა მეთქი მთელი ცხოვრების განმავლობაში ეზრდებოდა რაღაცისთვის და თქვათ ეს გამავლიც არ ყოფილა სავარაუდო კანდიდატებს შორის სამომავლოდ პატრიარქიც კი რამდენიმე თქვათ სასულიერო პირს რომ მოიაზრებდა მათ შორის მოიაზრებდა დანიელსაც და ასე შემდეგ და ადამიანმა როდესაც რო ესე ადვილად დაყარა ფარხმალი არაფერი შეუძლია და თან შიოს დაუჭირა მხარი. აი ეგ არის საქმე შიოს რო დაუჭირა, მაგრამ ეს შიოს დაუჭირა თავისი დაჯგუფებით მხარი, მოდით ესე ვთქვათ, თავისი დაჯგუფებით, რომელმაც განაპირობა სწორედ ის 20 ხმა, რომელმაც მეუფე დანიელმა განაპირობა ის 20 ხმა, მოდით ვთქვათ პირდაპირ აქ ჩვენ. ახლა მეორე მომენტი შევხედოთ მე მიმაჩნია რომ მოდით არანაირი პიიტიტი არა მაქვს მეუფე ანდრია გვაზავას მიმართ პირიქით 2019 წელს გამოვაქვეყნე მე მასალა ის იყო რუსეთის საპატრიარქოს მიერ მოიაზრებოდა იმ პერიოდისთვის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად შიოსთან ერთად შიო იყო პირველი მაგრამ საკათალიკო კანდიდატად მოიაზრებოდა მეუფე ანდრია გვაზავა და რაც ანდრია გვაზავას გაუკეთეს სინოდის ხდომაზე ერთი ფრაზით თუ ერთი წინადადებით ამაზე დიდი უზნეობა არ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს გაუკეთოს პირადი ტრაგედია რომელსაც ეს ადამიანი მე რამდენადაც ვიცი ძალიან ღირსეულად ძალიან ძიმე ტვირთით ძალიან და არ მინდა კიდე ახლა სიღრმეებში შევიდე აი ასე ეზიდება თავისი ცხოვრების განმავლობაში ცხვირწი რა უფინეს მე მადლობას მეუნები ქართულ საზოგადოებას ქართველ ჟურნალისტებს
თქვათ მედიის წარმომადგენელს აბსოლუტურად ყველას რომ ეს თემა არასოდეს არ გამხდარა საჭორაო თემა, ეს არ იყო თემა, რომელიც შესაძლებელი არის გამოყენებულიყო და უნდა გამოიყენოს ზოგადად ადამიანის. საკვირველია, გეთახმებით. ქართველი ჟურნალისტი, ამდენი ჟურნალისტების სახელით გიდასტურებთ ამას მე და თავისუფლებას ვაძლევ, კი ბატონო. აქ უყურეთ როგორი მომენტი არის. აი ამ დროს სრულიად ალბათ მე ზუსტად დარწმუნებული ვარ, რომ მორალურად განადგურებული ადამიანი, რომელსაც ეს უთხრეს და ალბათ, რა ვიცი, უკიდურესი შოკი ქონდა, ხო? ისიც კი არ იღებს გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ თუნდაც იგივე цаრიელი ფურცელი ჩააგდოს. არ მაქვს საუბარი იმაზე, რომ იქ ვიღაცას დაუჭიროს მხარი, რომელიმეს ყვას. цаრიელი ფურცელი ჩააგდოს, არამედ ისევ იმ ადამიანს აძლევს ხმას, რომელმაც მორალურად გაანადგურა და მისი შემდგომი ქადაგება, აი ამ ფაქტის შემდგომი ქადაგება იყო ძალიან მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ დაახლოებით 2-3 დღის შემდეგაც ადამიანი შოკიდან ვერ იყო გამოსული. მაგრამ მაინც ეს გადაწყვეტილება მიიღო. ამიტომ თქვენ როდესაც კითხვას აღღერებთ იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა შეიძლება შეიცვალოს, თუ კი არაპერსონალური თემიდან გამომდინარე, ისა რა ქვია, რომ აი პერსონალურად მე ცუდად მომექცა ვიღაცა და ასე შემდეგ. არამედ იმ ხედვიდან გამომდინარე, რომ მეუფემ ამ დროისთვის ღირსადაც არ ჩაგთვალავთ მეუფეში, რომ საზოგადოებისთვის ეთქვა რა ხდება, როგორ წავალთ, ხო, კაი, მესმის, რომ იტყვის თქვათ იმაზე რა ქვია გაფართოებულ სხდომაზე და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენთვის ფაქტობრივად უცნობი იქნება, მაგრამ 9 წლის განმავლობაში ვერ გაქვს საკითხვაზე პასუხი, რა დამოკიდებულება არის მისი თქვათ საგარეო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით თუ სხვა ეკლესიებთან მე არ ვლაპარაკობ რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უნდა მოკვეთოს რუსეთის ეკლესია და მასთან არ უნდა იურთიერთოს მე ვლაპარაკობ გავლენის მინიმალიზირებასთან დაკავშირებით თორე ეს გავლენა ყოველთვის იარსებებს და ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მინდა თქვა აი და კითხვა დაუსვა სასულიერო პირებს და განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც შეიძლება ხმამაღლა არ უთქვამთ არაფერი, მაგრამ წმინდა ქრისტიანული კონტექსტიდან გამომდინარე, რაღაცნაირად შეზრულები უნდა ყოფილიყვნენ იმითი, რომ რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა ქონოდათ ჩადენილი ამ ადამიანებს, რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა ქონოდათ ჩადენილი ამ ადამიანებს, ქუჩაში რო თავპირი ამტრიეს და სწორედ აი ახლა მინდა ვიკითხო ერთი რამ გუშინდელის გაგრძელებად. მანახეთ განცხადება ვინმე როგავას ხაბეიშვილის ფაქტთან დაკავშირებით აი გვარი დამავიწყდა ზუსტად სულ იმას ვამბობ იმ ბიჭთან დაკავშირებით რომელსაც რუსთაველის გამზირზე აი ასე თავში ფეხი ურტყეს პოლიციელებმა. ერთი განცხადება მაჩვენეთ მაკაჩიხლაძესთან დაკავშირებით. განცხადება მაჩვენეთ თუნდაც პოლიტიკურ ძალადობაზე დიმა ჩიქოვანის წინააღმდეგ, გია ჯაფარიძის წინააღმდეგ და სხვების ახლა უამრავი ვიღაცა ჩამორჩება, რომ მეუფეს არ უნდა ეთქვა მოსაყდრეს არაფერი, ძალადობა დასაქმებია. აი ესე პირდაპირ და ერთ მნიშვნელოვნად და როდესაც აი ამ კონტექსტში დღეს გუში ხო დადასტურდა რომ ვიღაცა ესე იყო და მაინც სიცხლის სამართლის საქმე სჭირდებათ სიცხლის სამართლის საქმე სჭირდებათ რომ იყოს აღძრული და ის რა ქვია ჩემო ბატონო პროკურატურამ რაღაც ბრალდება უნდა გააჟღეროს სასამართლო გამოვიტანს გადაწყვეტილებას და მერე იტყვიან რაღაცას სასამართლომ გამოვიტანა საერთოდ ბატონო გოჩა იტყვიან თუ არა თუნდაც მერე რაღაცას თუ იქნება საქართველოს შიო მუჯირის პირობებში მით უფრო დუმარე ეპისკოპოსების იმიტომ რომ თუ ადამიანები საკუთარ თავს ვერ იცავენ რაც თქვენ ბრძანეთ ამხელა შეელახვა შეურაცხყოფას როცა აყენებენ ერთ-ერთ უმაღლეს იერარქს და ის მაინც ბიულეტენს აგდებს შეურაცხყოფის მიმყენებლის სასარგებლოდ კუთხეში ვინც მიამწყოდია იმის სასარგებლოდ მე არა მაქვს იმედი რომ ვინმე როგავაზე მათთვის ვინმე როგავაზე თორე აქ საბოლოო ჯამში ვლაპარაკობთ ჟურნალისტის და ჟურნალისტის რომ არ იყოს ურამი ხო მოქალაქის ასეთ შეურაცხყოფაზე ასეთ
ასეთ შელახვაზე, ასეთი ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაზე, დაჩაგვრაზე, ძალადობაზე მოქალაქის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. მე არ მაქვს იმედი, რომ ხვალზე ხახმა მაყლდება რომელიღაც ეტაპზე, რომელიმე იერარქი. ირაკლი, წმინდა ადამიანური სოლიდარობა, რა თქმა უნდა, გურამის მიმართაც, მაკასა და სხვა ადამიანებს მქონდა, მაგრამ გამორჩეულად, აი, როგორ ვთქვა, გამორჩეულად ის ახალგაზრდა კაცი. ახალგაზრდა კაცი, სულ გვარიც არ მახსოვს ახლა, მე ვიცი და ისა რა ქვია, გამორჩეულად მტკიოდა, ფაქტი მტკიოდა, რომ საქართველოს სამართალდამცველმა გააკეთა ეს და მის საქმე მე არ ვლაპარაკობ საპატრიარქოს განცხადება ხო არ მოგვისმენია თითქმის არაფერი ჩვენ, მაგრამ მეუფის განცხადება არც ქადაგებაში არც არსად რომ აი ეს ძალადობა არის დასაგმომი ჩვენ არ მოგვისმენია და ბოლო პერიოდს სულ სიყვარულზე ლაპარაკობს და ვის სიყვარულზე ლაპარაკობს ბიძინას სადმიტრფობაზე ვის სიყვარულზე ლაპარაკობს ვის სიყვარულს გვეუბნებს სად დავუჯეროთ ჩვენ მეუფეშიოს ამ შემთხვევაში, როდესაც უსიყვარულოდ დატოვა აი ეს ადამიანები ქუჩაში. უსიყვარულოდ დატოვა, ცივსისხლიანად მიატოვა, არ გამოესარჩლა. ხო და ნე ახლა კარგად გამიგეთ, აი თუნდაც აი ბოლო ორი დღის განმავლობაში გახორციელებულ ჩემ წინააღმდეგ ეს რაღაცა ჯვაროსნული ამაზეც გილაპარაკოთ, აი დაახლოებით 5 წუთი ამას დავუთმოთ. გუშინდელი თქვენი სტატუსი იყო ძალიან საინტერესო. გადაარქვით არ მახსოვს თუ არ ვხდები ეპისკოპოსების საქმე. ხო, აი მითხარით დაახლოებით 5 წუთის ფარგლებში რას ელით მეუფეშიოსაგან თუ ის პატრიარქი გახდება გარკვეული პერიოდის შემდეგ. მოკლე რეზიუმირება გავაკეთოთ თქვენი ტექსტისა. მე ველოდები იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია გახდება უფრო ჩაკეტილი ინსტიტუცია. ველოდები იმას, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ნუ ახლა კიდევ ერთხელ ვამბობ, პერსონალური საკითხები დაყვანილი იქნება იქამდე, რომ როგორც იტყვიან, ურჩი ეპისკოპოსები, რომლებთაც თუნდაც შეუძლიათ გამოხატონ სიყვარული გარკვეულ თემასთან დაკავშირებით, გამოესარჩლონ ადამიანებს, სოციალური თანადგომა გამოუხატონ მათ, ან იყვნენ ურჩები გასწიონ წინააღმდეგობა ცალკეული ვთქვათ გადაწყვეტილებების მიღების დროს, აი ამას სტალინის მეთოდით გაწმენდნენ და სტალინის მეთოდს ვამბობ იმას, ყველაზე ოდიოზურს მოიშორებენ ყველას ხელით, მე ესე კიდე ერთს ამასობაში ვიღაცას შემოამატებენ და ნელ-ნელა საკუთარ თავში აჭმევინებენ ეპისკოპოსებს. როგორც ეს ხდებოდა ხოლმე ყველა სხვა შემთხვევაში და როგორც გვინახავს ნებისმიერი ტირანიის შემთხვევაში და ხა სტალინსაც დავიდავანებოთ, აგერ დღეს ჩვენ თვალწინ რაც ხდება, ამასაც ხედავთ პოლიტიკურ სპექტრზე, ერთდროს ოდიოზური ადამიანები, რომლებიც თითებს გვიქნებდნენ იმაში და წარმატებებზე და 1000 რაღაცეებზე გველაპარაკებოდნენ და ქვეყნის პირველი პირები იყვნენ, თურმე ქურდბაცაცები ყოლიან და იმაში, რა ქვია, ციხეში ზიან და ასე შემდეგ, ხო? ეს ხო არ არის ახლა ასეთი უპატიები ავიზინა ივანიშვილს საკუთარი იმისთვის, რა ქვია, გუნდის წევრებისთვის, მაგრამ ეს არის წესი ავტორიტარიზმის, დიქტატურის წესია, რომ საკუთარ აი შიგნით რაც ვინც უფრო ახლოს არის ის ადამიანები უნდა შეჭამოს. როდესაც დიქტატორთან ახლოს მიდიხარ, რაღაც დავალებას ასრულებ, ან ხარ ურჩი, უნდა შეგჭამონ. ახლა სტალინის იმიტომ შევადარე. ოღონდ ეს მე დავაზუსტებ ბატონო გოჩა, ეს მაინც იქნება შეჭმა, არა იმიტომ რომ ზოგი მათგანი შვინიცის და შეიძლება შესაჭმელიც არის, ცხადია, გადატანით მნიშვნელობით, არამედ ეს იქნება შურისძიება, რამდენადაც მე ვხვდები. მარტო მხოლოდ მან არის ის, რა ქვია, ესეთი მომენტი, როგორც მერკანტილური მომენტი, ასევე სტრატეგიული თვალსაზრისიდან გამომდინარე მომენტი, მერკანტილური არის პერსონალური დამოკიდებულება, ვთქვათ, შიოსა და შიოს ჯგუფის დაჯგუფების მიმართ, ანუ იმ დაჯგუფება ცუდად არ გაიგოს ვინმე იმ ჯგუფის მიმართ, რომელიც მის ირგვლივ არის შეკრებილი და რა თქმა უნდა პერსონალურიც და რა თქმა უნდა წმინდა სტრატეგიული იმ თვალსაზრისიდან გამომდინარე, რომ თუ სინოდში აღმოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით გასწევენ ხოლმე წინააღმდეგობებს, მე ახლა ის შიდა საკითხებს გარეთ გამოიტანენ, უფრო მეტი საჯაროობის მომხრე იქნებიან და ასე შემდეგ, ეს რა თქმა უნდა არ არის მისაღები
იმისთვის მაგრამ შიოს ეყოფა კი ძალა, უყურეთ, ესეთი კითხვაც დავსვათ, მაშინ მოვატრიალებთ თქვენის ნებართვით. შიო მაინც მყიფე უმრავლესობით გაიმარჯვებს. ხო, ასეა. მაღალი ალბათობით მოდი მაინც თქვენის ნებართვით. არა, გადაწყვეტილება იქნება მუდმივად უმრავლესობით მიღებული და არა, რეპრესიების ძალა ეყოფა თუ არა, შიო ვერ იქნება მეორე ილია მეორე. ამით არ ხდება შიო, იმას საქმეა შიოს, რომ ილია მეორე იყო ავტორიტეტი პერსონალური და შიო იქნება მაფიის დირექტორი. ახლა სხვადასხვა რაღაცა არის რა. მოდით ის რა ქვია, თუ ესე დავარქვათ საეკლესიო მაფიის დირექტორი. იქნება შიო, რა თქმა უნდა, მას სჭირდება ახლა იქ ის ადამიანები, ვისაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვებავს, მაგრამ მე მაფიას ესეთი წესი აქვს. იქ ვიღაცას ვიღაც გაიმხორება, მე რას უშვებიანი ვიღაცას იცით თქვენ, ჩემზე უკაცრავ ახლა მე საზოგადოებას ამის ახსნას არ დავუწყებ. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტად მიმაჩნია ის, რომ ჩვენ დავრჩებით და უფრო ძლიერად, თქვათ, რუსულ ორბიტაზე, ეს ერთი, მეორე. აი რას გაგახსენებთ, იცით? ყველაფერს თავი დავანებოთ. 2016 წელს სინოდის ხდომა რომ დამთავრდა აი კრეტის კრებასთან დაკავშირებული რო იყო. ვინ გამოვიდა და ვინ გააკეთა განცხადება, რომ არ მივდივართ სინოდზეო. შიო რომელსაც არასოდეს ხმა არ ამოუღია არაფერთან დაკავშირებით. შესაბამისად აი ტაბულას უდევს. ხო, კრეტის კრებაზე არ წასვლა, თან თავი არ წასვლა, ხას უსვა მაყურებელსაც გარუმარტოთ და დამეთანხმეთ. იყო თავიდან ბოლომდე რუსული გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, თან როგორ გააკეთეს საქართველოს თქვა უარი და რუსეთი დაგვეთახმა მერე, რომ აი ჩვენი ძმები ქართველები არ მიდიან და არ ჩვენ არ წავალთ ამიტომო. რუსეთს რო ეთქვა, რომ ჩვენ არ მივდივართ და თქვენ არ წახვიდეთო, ეს რაღაცას გამოიწვევდა თითქოს და მერე ქართველმა აი პატარა სახელმწიფომ კაცო აგე რაღაცა თქვა იმან რელიგიურმა თქვა უძველესმა ინსტიტუციამ თქვა აგე რომ ჩვენ არ მივდივართ და ჩვენ აგერ ვეთანხმებითო რა. როგორი კოჭი გაუგორეს, ვითომ და როგორი თამაშეს და ჩვენ ახლა იდიოტები ვართ და დაუჯეროთ ახლა ამ ყველაფერს რომ ეს იყო დიდი ისა უკაცრავად, მაგრამ მან დავა იყო თეოლოგიურ საკითხებზე, რომ იქ რაღაც ქორწინებასთან დაკავშირებით იყო ასე შემდეგ და ასე შემდეგ და აღმოჩნდა რომ ამ სინოდში განათლებული არავინ არ მყოლია და თეოლოგიურ საკითხებზე როგორ ჯელობდნენ. და ბატონო გოჩა, ბოლო კითხვა პრაქტიკულად თუ არ მიწყენ, თან თუ რამის დამატება გსურთ დავამატოთ. ერთია უყურეთ, ასე დავსვავ კითხვას. ბიზინა ივანიშვილსაც შიო აწყობდა. რუსეთს აწყობდა და აწყობს. მაგრამ კიდე ერთი ფიგურანტია, რამდენად სერიოზული სიმართლე გითხრათ არ ვიცი. აი ვასაძესაც შიო აწყობს და აწყობდა და აწყობს. ბიზინა ივანიშვილისა და ვასაძის საერთო რჩეულია, როგორც წანაზარდი მართლაც შეურაცხყოფას არ ვაყენებ, ცხადია. ეკლესია უნდა იყოს წანაზარდი ხელისუფლებისა, დამატება ხელისუფლებისა. აი სხვა აქტორებიც ან ეს ამ აქტორებს ვილაპარაკოთ, რა საჭიროა წანაზარდი ეკლესიის არსებობა უშუალოდ ბიზინა ივანიშვილად ვარ იმისთვის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი ეს. უყურეთ და ხედვებზეც მითხარით, აი კანდიდატებიდან ორმა გამოაქვეყნა ხედვები და ერთმა სწორედ შიომუჭირს არ გამოუქვეყნებია და რატომ და ესეც ამიხსენით. მოდით ეს დავალაგოთ უცებ ვასაძესთან დაკავშირებით რაღაც ბრძანეთ, ხო? ერთმნიშვნელოვნად, ასე ვთქვათ, ჩვენ ხშირად ვახსენებთ ხოლმე ალფეებს. ხო, ალფეები ჩამოვიდა რაღაცა. ალფეები ტექნიკური პირია ამ შემთხვევაში. შიოსთან მიმართებაში გადაწყვეტილება იქნა მიღებული შემდეგი სამკუთხედით. ეს იყო კირილ გუნდიაევი, დუგინი და ვასაძე. გახსოვთ თქვენ დუგინი ვასაძეს ურთიერთობები მაშინ რაღაცა. ნუ ვასაძე ამ სიტუაციაში ფიგურანტი, რა თქმა უნდა, და ის იყო მნიშვნელოვანი ფიგურანტი ყოველ შემთხვევაში ამ მთელი кейსის. რა თქმა უნდა, მე ალფეებს რო ვახსენებთ, ალფეების აი პირველ სტატიაში, რომელიც 6 ოქტომბერს მაქვს 2017 წლის გამოქვეყნებული, მე სადაც ვთქვი, რომ მემკვიდრე შეარჩიეს შიო, იქ მე ალფეებზე არა მაქვს აქცენტი გაკეთებული. პირდაპირ აქცენტი არის გაკეთებული დუგინზე, ვასაძეზე და იმაზე რა ქვია, კირილ გუნდიაევზე. ეს გადაწყვეტილება იქნა ასე მიღებული ციანიდის საქმის შემდგომ, ციანიდის საქმის ჩავარდნის შემდგომ. მოდით ესე ვთქვათ პირდაპირ. და
ახლა რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის, როცა გახდა ცნობილი და საქართველოს ხელისუფლებისთვის საქართველოს პატრიარქისგან, რომ რუსეთი მას შიოს გამორჩევას აძალებდა და თქვი აფხაზეთის თემასთან მიმართებაში, ხო, რაც იყო რატო? ხო, საქართველოს ხელისუფლებამ როგორც იტყვიან, ფეხებზე დაიკიდა, ეს არ არის ჩვენი საქმეა, უთხრეს და აღმოჩნდა, რომ მათი საქმე იყო, იმიტომ რომ პასუხს მეორე ვიზიტი მოყვა ისევ ალფეების. დააკვირდით, ამის შემდეგ რა საკეთებს ის, რა ქვია, რა არის ორკომპონენტიანია ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი ეკლესიასთან, ორკომპონენტიანია. ერთი არის ასეთი სიმდიდრე. საქართველოს ეკლესია ფლობს ბათუმის ტერიტორიაზე უფრო დიდ ტერიტორიას საქართველოში. ბათუმის ტერიტორიაზე უფრო დიდ ტერიტორიას და შესაბამისად აბა წარმოიდგინეთ თქვენ მარტო მიწების თვალსაზრისით გამომდინარე რა ხდება ამ მიმართულებით და მოგოჩა თქვენ უნდა გათიშოთ თქვენი ტელეფონის ბოდიში ვიხდი. საერთაშორისო ზარი. ეხლა ბოდიშს ვიხდით. ეს ერთი ეს არის ბათუმზე დიდი ტერიტორია და ქონება სავარაუდოდ 12 მილიარდს აღემატება ეკლესიის. ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ის და ბიძინა ივანიშვილზე დიდი ქონება აქვს რა. ეს არის შენობა ნაგებობებით, სხვადასხვა საგანძურით და ასე შემდეგ. ეს არის ხო, მიწები, უძრავი ქონება კი ბატონო. ხო, ასე შემდეგ. შესაბამისად, ის ქონებრივი კონტექსტიდან გამომდინარე მიიჩნევდა და მიიჩნევს კონკურენტად მასზე ძლიერი ინსტიტუცია იყო და ამას ხელმძღვანელობდა ვინ კაცო აგერის, რა ქვია, პატრიარქი, რომელიც როგორც იტყვიან, ესე პირდაპირ ვიტყვი ამ სიტყვას, არ რევასებოდა, ხო, როგორც და მეორე რა თქმა უნდა, დროთა განმავლობაში ისინი მიხვდნენ იმას, რომ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა უფრო მძიმე, ეკლესია რო გამოიყენებოდა და ეს ჯერ კიდევ 2012 წელს კარგად გამოიყენეს ცალკეული სასულიერო პირების მეშვეობით, მაგრამ უკვე ინსტიტუციონალურ დონეზე დაიწყეს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ადმინისტრაციის, როგორც საპატრიარქოს, ვთქვათ, დათრევა სხვადასხვა სიკეთეებით და ის გახადეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციების, პოლიტიკური, ვთქვათ, წესრიგის აღსრულებელი. შესაბამისად, ორი მიმართულებით არის საინტერესო ივანიშვილისთვის, ერთი ქონებრივად უნდა დაჯაბნოს, ჩემო ბატონო, და მეორე მომენტი ის არის, რომ უნდა ყავდეს ინსტრუმენტად და მორჩილად რა და შესაბამისად, ახლა შიოზე, როდესაც რა თქმა უნდა, მან იცის, რომ რუსეთის ასე ვთქვათ, ფავორიტია, მოდი ვთქვათ ესე, რუსეთის ფავორიტია, დავანებოთ თავი ცუდ რაღაცეებს თუნდაც, იმიტომ რომ შიო არ აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ავტოკეფალიის საკითხი მაშინ აღარ იდგა. შიო რო გამოარჩიეს, ესეც გავახსენოთ მაყურებელს და ინტერესები როცა ემთხვევა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვნახეთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში შიომ და ეკლესიამ, მეოთხე შიომ და ეკლესიამ საკმაოდ დიდი როლი შეასრულეს და ქართული ოცნების სასარგებლოდ. ახლა რაში სჭირდება? ახლა სჭირდება იმაში, რომ ახლა ეკლესია უნდა იყოს მომართული იმისათვის, რომ მოახდინოს სრული ლეგიტიმაცია ქართულ, ანუ საკუთარი ნდობა გამოუცხადოს. თავის დროზე ილია მეორე ხო იყო ერთ-ერთი ფაქტორი შევარდნაძის და იმ ხელისუფლების ლეგიტიმაციისა, კი ბატონო. ლეგიტიმაციისა, სწორედ ესე უნდათ ახლა ამ წუთას, თუკი ახალი პატრიარქი, ვთქვათ, ეახლება, მერე თუ ახალ პატრიარქს ეახლებიან, თუ როგორც იქნება ეს იქნება ერთგვარი ჟესტი, დამადასტურებელი მომენტი იმასთან დაკავშირებით, მე რაც გავიგე რომ 26 ერთ-ერთი საკითხი არის. მეც ესე ვიცი, კი ბატონო. ინტრონიზაცია 26-ია დაგეგმილი, ესე ვიცი მეც. ინტრონიზაცია, ну ახლა იქ რა თქმა უნდა იქნება მოსაწვევებით ხალხი არ იქნება კიდე რაღაცეები და ასე შემდეგ, მაგრამ ის თავარია მან კარწინკა იყოს ლეგიტიმაციის და ესენი ფიქრობენ, რომ იმ 1,5 მილიონი თუ რამდენიც იყო ადამიანი გამოსული ქუჩაში პატრიარქის დაკრძალვაზე,
მან ხო ახლა პარტიული ნიშნით არისო ხალხი ქუჩაში, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ქართულმა ოცნებამ თქვას, რომ ჩვენი მომხრეები არიანო. ნუ ახლა ფიქრობენ, ცდილობენ, რომ ეკლესია შეეშველება მათ სრულ ლეგიტიმაციაში და თუნდაც ის, რომ შემდგომ ეტაპებზე ქართულ ოცნებას მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეექმნა სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, ცალკეული ეპისკოპოსები დღეს არიან მოსარჯულებლები. გოჩაბი ცხულავა იყო, ჩემი სტუმარი, უღრმესი მადლობა, ბატონო გოჩა, ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს შევხვდებით. ძალიან დიდი მადლობა, წარმატებას გისურვებთ. ასევე გადაცემის პარტნიორია Coca-Cola.